ირა შეიძლება იყოს. Teraz თმოზე სამიკაციურებს. პირველად უყურებ ლაივს ტაძრიდან. ხალხი ისეთ რაღაცებს უწერს. ესე იგი გავგიჟდი, ტიპმა დავწერა, რაც ცოტა უნდა ქონდეს ისეთიო. ეკლესიის ყოველდღიურად რო დადიოდნენ. ამ ადამიანს ვინც ეგ დაწერა, მიაჩნია ეკლესიაში, ცოდვები მოსაინდანიებლად უნდა იაროს. არა, ღმერთის სახლში არ არწმენის, მაგრამ რა იცოდვა აქ და სოდის მოსანანია. და თავს პამავდა მაგინას კომენტარი. ხო. ძალიან ჩას ხალხის სახემად კომენტარებში. აუდგეთ აკავა მაგ. შეტავისა. მე რა ვკეთიას არის. მიყვარა იცი რატოა. იცი რატო მიყვარა. გაჩვენებთ ახლა. ათიშოს. ახლა გაჩვენებ. წარმოიდგინეთ. ეს ვიდეო უნდა განახოთ. ოღონ ხმა იქნება ახლა ამას დადებული და აქა მოკნავდი. ერთი თუთი. ეს მას გავუთიშა. ნახე. თქვენ ხვდებით რა ბედნიერება? გაიცნო ადამიანი, რომელიც შენს სიგიჟეში აყვება, რომელიც მთელი ქვეყანა არ ლანძღავს, მაგრამ ბინძური ხალხი ლანძღავს. რატო არ ლანძღავს მთელი ქვეყანა? 6000 კაცი უყურებს. 6000 კაცი უყურებს და აქედან კომენტარი იწერება, 200, 300, ვთქვათ 500, 6000-ის, რამდენი პროცენტია 500, თუნდაც 600. ხო და მაგრამ ხო აქ დიდი ბულინგი აქვს, თქვათ რომ აქ დიდი ბულინგი და შენთან ერთად რომ დადგება და შენ სიგიჟეს რო გაიზიარებს. ეს არ არის საოცრება. და რომც არ გაგიმართლოს, რომც დაშორდე, რომც ყველაფერი ცუდად იყოს, ხო იცხოვრე. შენ რაც გინდოდა, ის ხო გააკეთე. ძალიან მაგარია. პროსტ ძალიან მაგარია. ვინც რაც უნდა თქვას, ძალიან მაგარია. და ისიც ძალიან მაგარია, ესეთ ადამიანებს რო აქვთ გამოჩენის საშუალება და უფლება დღეს. ეს უკვე ბევრს ნიშნავს. მშვიდობისა საქართველო, დილა მშვიდობისა. მიყარხართ. ძლიერ ძალიან. მშვიდობის ხალხ ეს რა არის, არ ვიცი. არ ვიცი, მინდა გაწმინდა. დილა მშვიდობისა. აბა როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, როგორ გიკითხოთ. როგორია თქვენი დილა? ისოვარცხელი. ძალიან სუსტი სავარცხელი, ესენი აღუნება და თუ მაგალითად გინდა რომ ფენით თმა ჩამოისწორო, ვცადე და ნახეთ. მაგრამ ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ რაღაცნაირად მიყვება თმას, თავის ქალას და ესე. ხო და ისა ჩემს ყველა ბავშვსაც ასევე ეს თმის სავარცხელი უყვარს.
მინდა ეს ტიკეტი უნდა გამოვიწერო. მახსოვდა ის გამივხურე. ნერის მიშლის ხოლმე რომ ესეთი მოღებული როცა აი დიალში დავისა ისევ მეძინება. მგონი შეწოში კოტრიალობს. ამ შვიდობისა ყველას. მე მიყვარს ძალიან როცა ჩვენი დილის ვლოგი არის ხოლმე რაღაცა არა მარტო ერთად გატარებული დრო, არამედ რაღაცა სასარგებლო, რაღაცა ისეთ თემაზე საუბარი, რომელიც შეიძლება ვიღაცას გამოადგეს. ახლა ან მომავალში და მინდა რომ დღეს ვისაუბროთ ბულინგზე, ჩემმა ძალიან საყვარელმა მაყურებელმა და გამომწერმა გოგონამ, რომელიც ძალიან მიყვარს, ნინიმ დამიწერა თავისი ამბავი სკოლასთან დაკავშირებით, შეიცვალა სკოლა და მე როგორ აბულინგებდნენ, რიყავდნენ და როგორ მარტო იყო, რომელმაც ახლა დაამთავრა სკოლა. ამან გამახსენა ჩემი ამბავი და მინდა რომ ანუ კონკრეტულად არ წავიკითხავ, იმიტომ რომ ვიცი ხა უნდა თუ არა რომ გავაჟღერო, მაგრამ მინდა რომ აი ყველა იმ ადამიანის სახელით ვისაუბრო ბულინგის თემაზე, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუვლია ბულინგი და პატარა ასაკში ბულინგს გადიან უმეტესად ის ადამიანები, ვინც არიან განსხვავებულები და ვისაც აქვს სუფთა სული. და მინდა რომ ამ თემებზე ვისაუბროთ დღეს, მე და თქვენ ოღონდ ჯერ მოდი ყავა მოვიდუღოთ. მოვიდუღოთ გემრიელი ყავა. აქ დაგაყენებ, თვითონ მოვიტანოთ ეს. და ვისაუბროთ აი ამ ძალიან ბინძურ თემაზე, რომელსაც თითქოს და აღარ უნდა გქონდეს ადგილი. ჩვენს დროში და ჩვენ საუკუნეში თითქოს და ბულინგის ადგილი აღარ უნდა იყოს. პირიქით. პირიქით. ბულინგმა გადმოინაცვლა სკოლის სასკოლო ოთახებიდან და ზოგჯერ სამსახურებიდანაც ინტერნეტში, სოციალურ სივრცეში, იმიტომ რომ ბულერი ადამიანები, რომლებიც არიან უმეტესად სრული ნული და არარაობა, რომლებიც სხვების დამცირების ხარჯზე საკუთარ თავს უკეთ გრძნობენ და ამ დროს არ აქვთ თავისი ცხოვრება, არ აქვთ არაფერი თავისი და ამიტომაც არიან რომ იქექებიან სხვების ცხოვრებაში. ხო, უმეტესად ესეთები არიან. მე ასაც საშუალება რომ სახე დამალული, სრულიად ყველანაირი პასუხისგების გარეშე მიდიან და ადამიანებს აყენებენ შეურაცხყოფას და თან ფიქრობენ, რომ თვითონ პასუხს არ მიიღებენ, იმიტომ რომ სახე არ უჩანთ. მიპოვე როგორც იქნა ერთი სუფთაის რა იყო ბონიაქ რას იმაშვები. ხო, და შესაბამისად არიან ბევრი არიან სოციალურ ქსელში დამავლის სახელებით, განსაკუთრებით TikTok-ზე, აი user 75438 და ესეთი უსასრულო ნომრებით, ფოტოს გარეშე, სახის გარეშე და ასე შემდეგ. ხა პატარა ასაკში უფრო ვერაცნობიერებს ბავშვი. თუმცა იმასაც ეშინია, რომ მაგალითად მშობელს ეტყვიან, მასწავლებელს ეტყვიან და პასუხს მიიღებს, მაინც ეშინია, მაგრამ რადგან ბავშვია მაინც იმდენად შედეგებზე ვერ ფიქრობს და უკვე ზრდასრული მე ხა ვერ მივა და ვიღაცას პირში ვერ ეტყვის ეგეთ რაღაცას. ხო არა, კი მივა და ეტყვის ვიღაცას, ვინც იცის რომ პასუხს არ დაუბრუნებს, მაგრამ ასე ყველასთან ვერ მივა და აი ამ იმას ვერ დაიკმაყოფილებს ისე რა, ახლა ხვდებით როგორც სოციალურ ქსელში და ამიტომ არის რომ მოდი ამაში გავიკეთეთ დღეს.
ასეთი დიდია სოციალურ ქსელებში ბულინგი. და კიდე არიან ადამიანები, რომელიც სამარცხვინო ადამიანები არიან, ჩემი აზრით, რომლებსაც აქვთ კონტენტი, სხვების დაბულინგება, ოღონდ აი აქ არ უნდა შეგვეშალოს, არიან ადამიანები, რომლებიც სხვებზე ამბობენ სიმართლეს, შეიძლება მწარე ფორმით, მაგრამ ამბობენ სიმართლეს. მე ამას ბულინგს არ ვეძახი, ბულინგს მე ვეძახი იმას, როცა გამოდიან და ადამიანები ადამიანებს დასცინიან. ადამიანები ადამიანებს სხვა ადამიანებს უგზავნიან, ანუ მაყურებელს, აი ამ ბულერ მაყურებლის კატეგორიას, რა თქმა უნდა, ხა ნორმალური ადამიანი მან არ მიიღებს მონაწილეობას, უგზავნიან, რომ აი იქ შეესიოს და იყოს ერთი ამბავი და ეს არ ხდება მარტო ჩვენთან, ეს ხდება ყველგან. აი მაგალითად თუნდაც რუსულ TikTok-ზე, ანუ ისეთი ამბებია ხოლმე, რომ დაერევიან ხოლმე ესე ბლოგერები ერთმანეთს, ეს აუდიტორიების ომია ხოლმე. და მთელი ამბები რა. ხო და მოგეთ ძალიან დიდი თემაა და მინდა რომ აი ამ დიდ თემაზე დღეს რამდენადაც შევძლებთ აი ესე პატარა ჭრილში მაინც ვისაუბროთ. რამდენადაც ხელგვეწიფება. ჩემი სულის ხელმწიფე მუდამ ჩემთან ყოფილი როგორ გამილამაზე ჩემი წუთის სოფელი ჩემი სულის ხელმწიფე მუდამ ჩემთან ყოფილი ეს ვარ მე ჩემი სულისთვის ის სიყვარული, რომელიც მაქვს, ყველასად მივის და მით მაქვს და ღმერთი. რომელიც მიცავს ყველასგან და ყველაფრისგან. და რომელიც ყველაფერს ხედავს. იმათაც, ვისი სახელებით არჩევს. ან იმათ, ვინც სხვისი ხელით აკეთებენ სიბინძურეს. ეს სიმღერა მომწონს. ჩემი სულის ხელმწიფე. მუდამ ჩემთან ყოფილი. აუველამაზი სიტყვები აქვს, ა? როგორ გამილამაზე ჩემი წუთის სოფელი. ჩემი ბონანი, ჩემი ბორანი, ჩემი შოკოლადკა გახდა, ჩემი ეს გახდა კაპუჩინო. SMS მომივიდა, მაინტერესებს რა მომივიდა, ვერ ვისვენებ. ხო, და შეგინთვალიერდი შესვლას. თვითონ არა, შევიდეთ, მოდი. ამას წავიღებ და მოგაკითხავთ. მუდამ ჩემთან ყოფილი. აუ, აი ამას სულ ალაგებ და სულ რატო ყრიაზე. ესე იგი, სულ აი აქ რო ის არის. ტანსაცმელები სულ ამის დალაგებაში ვარ და მაინც სულ აკრია ყველაფერი. ვახ. მივყარე იქით გარადაში. მაინც მოდან ეყარა. აუ ძალიან მიყვარს რომ გავალ ხოლმე და გელაპარაკებით ხოლმე და მე ხმარო ისმის არ მევასებო. მოდიჯე რა არის ბულინგი? ბულინგი არის განმეორებადი, განზრახული ქცევა, რომლის მიზანია ვინმეს დაშინება, დამცირება ან ზიანის მიყენება. როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. მისი ფორმები შეიძლება იყოს ფიზიკური, დაჩაგვრა ხელით შეხება ძალადობა,
ვერბალური, დაცინვა, შეურაცხყოფა ლანძღვა, სოციალური, სხვების თვალში ადამიანის დისკრედიტაცია, ჯგუფიდან გარიცხვა, საიბერბულინგი, ინტერნეტით ან მესიჯებით შეურაცხყოფა და მუქარა. გადავთ რამდენი სახისა. როგორ ვებრძოლოთ? ჯერ აქ სუფთა ინფორმაციას წავიკითხავ და მე ჩემს ვიტყვი. არ უგულვებელყო. რეაქცია მნიშვნელოვანია. ბულინგი არ გადის თავისით. 60-დან 70%-მდე შემთხვევაში პროსტა წარმოიდგინე. ჩარევის გარეშე იგი დროთა განმავლობაში ძლიერდება. ანუ დამპალი, ჩაგვრელი ფიქრობს, რომ გასდის. და რადგან გასდის, თავის სიდამპლეს, აი აქ უკეთებს ესე ვთქვათ, რა ქვია, გასავალს. ასხამს ფრთებს. მეორე, სანდო პირებთან საუბარი. პირველი ნაბიჯი გამოჯამრთელებისკენ. მასწავლებელი, მშობელი ან ფსიქოლოგი. კვლევებით დადასტურებულია, რომ ბულინგის გამოვლენის შემთხვევაში მხარდაჭერის მიღება 80%-ით ამცირებს განმეორების რისკს. 80% წარმოიდგინე. თვით შეფასების ამაღლება, შიდა თავდაცვა. ბულერები ხშირად ისახავენ მიზნად სუსტი თვით შეფასების მქონე პირებს. ფსიქოთერაპია, სპორტი და პოზიტიური სოციალური წრეები მნიშვნელოვნად ამცირებენ მსხვერპლად გახდომის შანსს. გადავთ, რა დამპლები არიან? ანუ იმას არჩევენ, ვინც ფიქრობენ, რომ თავს ვერ დაიცავს. ფიზიკურადაც. მე ვიცოდი ერთი სუცალკე იყო ბავშვი, დიდი, ძლიერი. ვერავინ ვერ უბედავდა რამის, იმიტომ ფიქრობდა, რომ ის სცემდა. ხვდებით? როცა ფიქრობენ, რომ პასუხს ვერ დააბრუნებს, მაშინ ხდება ეგ. ეგეთი შემთხვევაც ჰქონდა. ფიზიკურად, სიტყვიერად, ყველანაირად ამცირებდნენ, აბულინგებდნენ და ერთ ბიჭს კლასში. ჩემს სკოლაში მოხდა. ბოლოს მოიტანა და გაუყარა. ასეთი ამბები ხდება. და სხვანაირად ვერ დაიცვა თავი. ბულერის ქცევის არა მხარდაჭერა. იმ ადამიანების 57%, ვინც თავდაპირველად მაყურებელი იყო, როცა ჩაერია და ბულერი გააჩერა, პროცესის დასრულება შეუწყო ხელი. ამიტომ სინამდვილეში ბულერები ლაჩრები არიან. დასკვნა. ბულინგი არ არის ჩვეულებრივი თამაში. იგი ტოვებს ღრმა ემოციურ ჭრილობებს. თავის დაცვა იწყება ხმამაღალი რეაქციით და მხარდაჭერის ძებნით. დამიგინია. ამიტომ აუცილებლად უნდა ვთქვათ. და ამიტომ აუცილებლად შვილებს უნდა ვასწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული და უნდა ვასწავლოთ ის თუ ვინ არიან. ნახე. რაოდე? რა ჩავარდა? მოიცა მოვალ. ჩავარდა სადღაც. აი, მე რა კარგი გოგო ხარ. მადლობა რომ დამისახე. შემოდი ბანი? შემოდი. ჩემი შტატის ხარი აქცევდა და იმაზე დამიწახა ხალხო. არ წაიქცეს. აი, აქ არის, მოდი. ანუ კიდევ ოდეს ხდება ხოლმე იცით ეს ბულინგის ცდელობები, როცა შენ განსხვავებული ხარ. აბა დააკვირდით, რამდენი ძალიან ჭკვიანი ადამიანი ისეთ ვისაც სკოლაში დასცინოდნენ. ანა ბულინგებდნენ.
რამდენი განსხვავებული, არ აქვს მნიშვნელობა რითი. განსხვავებული როცა ხარ. ანუ ძალიან ადვილად ხდება ბულინგი. და რა დედა? მე დიდი დაბანება. კი? მაგალითად ბავშვს თუ აქვს ADHD. თუ აქვს სპექტრი. აღარ მსუბუქი ვიდახი. განსხვავებულია, ხო? ეხლა კიდე ვიცით რას რა ქვია. ადრე ეს ერთ აიცოდნენ. და ეს იყო ეხლაც კი. ამდენი ვიდეო მინახავს. ჩემიდანაც წაუღიათ, მოუპარიათ ვიდეოები და ასე შემდეგ, ხო? სადაც ადამიანი სხვა ადამიანებს ლანძღავენ, იმიტომ რომ რაღაც, ანუ დიაგნოზს მიაწერენ და დასცინიან. პროსტა წარმოგიდგენთ დონე ამ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებენ? და იმ შემთხვევაში თუ ეშინიათ რომ შენი მშობელი სკოლაში მოვა. ეშინიათ რომ შენ არ გაჩუმდები. უბრალოდ რას აკეთებენ, ისე გრიყავენ. მაგაზე ხო პასუხს ვერავის ვერ მოსთხოვ. და რა არის მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შვილებს ვასწავლოთ თავის დანახვა. ანუ იცოდნენ ვინ არიან თვითონ, მე მგონი ერთიც არ გაჭამე. მაბატია. იცოდნენ ვინ არიან თვითონ. იმიტომ ვიღაცას დაუძახებს. ან გაეცინოს. აი, თუ შეგხვედრიათ TikTok-ზე, მე მხვდებოდა ხოლმე. ჩინელი დედა როგორ ასწავლის შვილს. გარჩევას. ანუ фактის და სხვისი აზრის. Китайская мама воспитывает своего ребенка. В моей руке яблоко. Это факт или мнение? Факт. А что, если я скажу, что мое яблоко вкуснее твоего помела? Это мнение. Если я говорю, что мое яблоко вкуснее твоего, это всего лишь мое личное мнение, и это вовсе не факт. А если кто-то в школе скажет, что твоя прическа некрасивая или твой рисунок некрасивый, это их личное мнение и вовсе не является фактом. Поэтому нам не нужно из-за мнения других портить себе настроение на весь день. Верно? Верно. А что, если в следующий раз кто-то скажет, что твое платье сегодня некрасивое? Это всего лишь твое личное мнение. Мне самой нравится, и этого достаточно. Верно. К одним и тем же вещам кто-то может испытывать симпатию, а кто-то нет. Мы не можем контролировать, что нравится другим людям и что они думают. А если кто-то скажет в школе: «Я не хочу больше с тобой играть, ты мне не нравишься», что ты тогда сделаешь? Ну не хочешь играть и не надо. Я пойду играть с теми, кто нравится мне и кому нравлюсь я. Верно. Мы же не деньги, чтобы всем нравиться. Даже если кто-то с нами не играет, это не значит, что с нами что-то не так. Верно? Верно. ძალიან ხშირად ჩვენ გვაბულინგებენ საკუთარი აზრის გამო და გვაჯერებენ, რომ აი ძალიან ბევრი ადამიანს ეშინია TikTok-ის ან YouTube-ის გაკეთება, იმიტომ რომ ეშინიან ბულინგის. იმიტომ რომ კარგ შემთხვევაში ხედავს, რომ როგორ აბულინგებენ სხვას და ცუდ შემთხვევაში თვითონაც მიუღია მონაწილეობა ვიღაცის დაბულინგებაში და ახსოვს, უიცის. და ხან ახლა რა ხდება? ადამიანმა რომელმაც ზუსტად იცის თვითონ ვინ არის. ანუ აი ზუსტად იცი როგორი რაღაცა, ახლა შენ რომ მიდიხარ და ძაღლი გიყეფავს რა. და ეს ძაღლი რო ყებს, გაჩერდები და უყურებ და აფასებ რა. ამას შეუძლია რომ შენთან მოვიდეს და გგლიჯოს და თუ შეუძლია რა შეგიძლია გაგთო შენ ამ დროს. და თუ არ შეუძლია რომ მოვიდეს და გგლიჯოს ან არც აპირებს უბრალოდ გიყეფავს ან ისეთია რომ შენ ვერ დაგგლეშ ახლა ბონი ვინ დაგგლიჯოს ხო? ანუ შენ აფასებ ამას და ამის მიხედვით მოქმედებ, ხო? ხო და მაგრამ შენ თვით შეფასებაზე
იმან რომ ქუჩაში მაგალითად ძაღლი გიყებდა ან თუნდაც საკბენად გამოიწია, შენ არ ფიქრობ, რომ ეხლა მე ამ ძაღლმა იმიტომ მიკბინა, რომ მე ცუდი ვარ. მე კომენტარებში ძაღლმა რომ მიკბინა, ეხლა იმიტომ გამეცნიო, გამახსენდა, რომ მიწერდნენ ხალხო, რომ შენო საზიზღარი ხარო, თორე ძაღლი არ გიკბენდაო. ხო და ანუ შენ თავზე არ გეცვლება აზრი იმის მიხედვით, ვინ რას ყებს, ვინ რას ბოდავს, ვინ რას ბჟუტურებს. ანუ ეს არის ყეფა, ბოდვა, ბჟუტური, რატო? იმიტომ რომ შენ იცი შენ ვინ ხარ. მაგრამ რატო არის საშიში ბულინგი ბავშვობაში? იმიტომ არის საშიში ბულინგი ბავშვობაში, რომ შეიძლება ბავშვმა ჯერ არ იცის ვინ არის. მე მაგალითად ბავშვი რო ვიყავი. სულ რაღაც მეუბნებოდნენ რომ მე ვიყავი. ანუ ჩემი ის დასრულებებსაც მე ვენდობოდი. ჩემს თავზე თუ ვინ ვარ მე მეუბნებოდი სულ სხვა რაღაცას. ანუ რეალურად მე ვგრძნობდი ვინ ვარ, მაგრამ გონებით მე მასწავლდნენ რომ მე სხვა ვარ, ხვდები? შენ თან იცი და თან არ იცი. ხო და თუმცა შემთან ვერაფერს ვერ ბედავდა დაწყებითებში და მე-10 კლასამდე ვერაფერს ვერ ბედავდა. იმიტომ რომ იცოდნენ რომ ჩემები მივიდოდნენ სკოლაში და მოატრიალებდნენ სულ ყველას. ეშინოდათ მაგისი. მე სახში ვიყავი და საბულინგებელი გარეთთვის ქონდა უფლება რომ ვინმეს დავებულინგები. ხო და ამიტომ თავისთვის იყვნენ. მაგრამ როცა მე-10 კლასში გადავედი, მაშინ მქონდა უსაშინლესი პერიოდი. ესე იგი, გამოგვაგდეს იმ სახლიდან, სადაც დედაჩემი და დეიდაჩემი გაიზარდნენ. ქუჩაში გამოყვარეს. ეგეც მოსაყოლი ამბავია. რატო, როგორ და ვინ. სახში მოიყვანა ადამიანი, რომელსაც გაძარცვა უნდოდა ამის და მოკულა და უქონების და ბავშვის და ბებრების მოხუცების და პატრონება. და მე ვხედავდი რომ ეგ ტიპი ეგეთი იყო. და ყოველ საღამო დადიოდა ის ამასთან, ეს იმათთან და ასე შემდეგ. მე მყავდა პირველი სიყვარული, რომელსაც დავშორდი იმ პერიოდში. და თან ჩაერია ბევრი ადამიანი და ანუ იცი რა არის ერთი რომ შორდები ადამიანს რომელსაც აფასებდი და ძვირფასი იყო შენთვის და მეორეა როცა ეს შენთვის ძვირფასი ადამიანი გადადის იმათ მხარეზე ვისაც ყოველთვის არ უყვარდი და ისინი რასაც ეუბნებიან იმას აკეთებს. ანუ ეგ კიდე სხვა დარტყმა იყო. აი ამ დროს გაიყვიდეს იმ ბულერებმა ვისაც მე არ ვუყვარდი. მე კიდე ერთი ბიჭი იყო რომელსაც ასე მართავდნენ რომელიც კორპუსის ბინაში ვცხოვრობდი და იქ მოდიოდა აკაკუნებდა. მოდიოდა წიხს უტყავდა და მე ჩუმად ვიყავი. იცით ეს შიშით ვიყავი ჩუმად. პაპა ჩემის უმეუბნებოდა რომ თუ კი შენ ვინმე რამეს დაგიშავოს მითხარი. არ მშობა დიდი იქნება პატარა ვინ იქნება? სანადირო თოფიედო. და მე მოვკლავ. და მე არ მინდოდა რომ ის ბავშვი ვინმეს მოეკლა და სიცოცხლე აღარ ქონოდა. მიუხედავად ანუ იმ ადამიანმა იმ ბავშვმა მე დედა შემაგინა და ჩემთვის ეს იყო პირველი ცხოვრებაში, როცა ვინმე მკვდარი დედა შემაგინა და მე არ შემეძლო გამეკო როგორ შეიძლება. ვინმეს დედა შეაგინოს. და თან კიდევ უფრო გაუგებარი ცით რატო იყო? იმიტომ რომ იმ ბიჭს მამა არ ყავდა. ანუ მას მამა არ ყავდა. მან იცოდა რა არის, როცა მოგიკვდება მშობელი. და ის მკვდარი მშობელი, რომელიც ყავდა მე შემაგინა. ეს ჩემთვის კიდევ უფრო ორმაგი ტკივილი იყო. აი როგორ შეიძლება. და მაგასაც ის შაიკა და მეგობრდნენ, ვისაც მე არ უყვარდი. და მაგრამ მე არ ვამბობდი ამ ყველაფერს სახში, იმიტომ რომ მე არ მიტოდა ბაბა ჩემი, რომელიც უკვე ასაკში იყო, რომელსაც ყველა პატივს ვცემდა, მაგას ვინმე მოეკლა, ან ეცე მან მოეკლა. არ მიტოდა ის მომკვდარი იყო. თუნდაც ის საზიზღარი ბიჭი, რომელიც ჩემთვის იმ მომენტში ყველაზე საძულველი ადამიანი იყო, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე წმინდა შეეხო დედა ჩემს.
და ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც მე უთხარი, ეს იყო ჩემი რუსლანი მასწავლებელი, რომელიც უზომოდ მიყვარდა. და იმ ჩემმა რუსლანი მასწავლებელმა ის ბიჭი კლასში აყენა ფეხზე და კლასის წინაშე უთხრა ის, რაც უნდა ეთქვა. და მან მე ბოდიში მომიხადა. სხვა გზა არ ქონდა და იმიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ეს გულწრფელი იყო. მე რო ეგეთი რამე გამეკეთებინა ბავშვობაში, რომ გავიზრდებოდი. საკმაოდ ჭკვიანი ბიჭი იყო თან. ანუ სულელი ყოფილიყო, კიდევ უფრო არ მეტკინებოდა გული და შეიძლება ახლა სადმე ცნობილ კომპანიაში მუშაობს და პატივცემული ადამიანია. მაგრამ მე რო ყოფილიყავ მის ადგილას, მოუძებნიდი იმ ადამიანს, ვისაც ბავშვობაში დედა შევაგინა და ბოდიშს მოუხდიდი. ჩემ თავთან თუ კი მენდომებოდა, რომ წვეთი პატივი მეცა ჩემი თავისთვის. მაგრამ მე და მე სიგარი გავუკეთებია. ბულინგი აი ასეთი სახით შემეხომე. და ნუ მე ყოველთვის თავი ვიყავი, ყოველთვის მარტო ვიყავი, იმიტომ რომ მე არ მაინტერესებდა ის თემები, ის ჭორები, ის სიბინძურეები, თუნდაც ის საინტერესო ამბები, რაც ხვებს და ვიყავი მარტო. და როცა გამორჩეული ხარ რაღაცით, როცა განსხვავებული ხარ, როცა სხვა ინტერესები გაქვს. ეხლა უფრო კაია, იმიტომ რომ ინტერნეტია და ინტერნეტით შეგიძლია რაღაცა შენი ინტერესების მქონე ადამიანები მოძებნო, თუნდაც სხვა ჯგუფებია და რაღაცა, მაშინ არაფერი არ იყო. და მე ვინც გადამარჩინა, იყვნენ ეს დიდი მწერლები, კლასიკოსები, ტოლსტოი, ანა კარენინა, დოსტოევსკი, დანაშაული და სასჯელი. მე 10 კლასში იყოს და დანაშაული და სასჯელი დავიკითხე. ჩემი რუსლანი მასწავლებელი. და მე არასოდეს არ დამავიწყებიან ის ადამიანები, ვინც გადამარჩინეს. მე აღარ მახსოვს, აი ხა ვფიქრობდი ძალიან დიდხანს ვიდეოს რო ვიღებ. რა ერქვა იმ ბიჭს, ვინც შემაგინა. ჩემი კლასელი არ იყო, მე გადმოვიდა. ბოლოს. და გვარი მახსოვს და სახელი ძლივს გავიხსენე. აი მთელი რაც ახლა ამას ყვებოდი, ვიხსენებდი და გავიხსენე. მაგრამ არ ვიტყვი. იმიტომ რომ ჩემი მიზანი არ არის რომ ვიღაცას ან სამაგიერო გადაუხადო, ან ჩირქი მოვცხო, ან მის სახელი. არა. დაე არავინ იცოდეს. დაე მარტო იმათმა იცოდეს, ვინც მაშინ ნახა. დაე ერქვას, რა ვიცი, როგორი სახელით ქვია ახლა თავის სანაცნობოში ეგეთი. ღმერთმა განსაჯოს და თავისმა სინდისმა, რომელმაც ალბათ უკვე 1000-ჯერ დაივიწყა, იმიტომ რომ არ დაივიწყებინა ვერ მოისვენებდა. ხო. და ანუ ჩემთვის ის რომ მე მარტო ვიყავი, არასდროს არ იყო, ანუ მძიმე იყო, მაგრამ არასდროს არ იყო ის რომ მე ვიღაცა მჭირდებოდა. მე მჭირდებოდა მარტო ჩემნაირი ადამიანები, ვინც ჩემს სულს გაიგებდა. მე ვიღაცა არ მჭირდებოდა. მე უბრალოდ ვიღაცა რომ ჩემ გვერდზე მჭდარიყო, ან ყოფილიყო, მაგისთვის არ მჭირდებოდა. ან ჩემი სულის უნდა ყოფილიყო. ან აი სულის სიღრმე უნდა ქონოდა. ან არ უნდა ყოფილიყო და დღემდე ეგრე ვარ. ანუ ჩემთვის შეფასებაზე ცუდად რომ მე ვინმე არ მყავს ეგ მაგას არ უმოქმედი აქ. როცა ვიდეოების გადაღება დავიწყე, ძალიან ბევრი ბულერი და ბინძური ადამიანი გამოჩნდა და ეგენი მიწერდნენ, რომ აი მე ცუდი ვიყავი, იმიტომ რომ მეკობრები არ მყავდა. არა და აი ძალიან ბევრ ბულერს, ბევრი ამხანა გიყავს გარშემო, რომელსაც მეკობრებს ეძახიან. მაგრამ ეგ ხროვა ისე დაიფანტება ხოლმე მე. როგორც რა ვიცი, გუშინდელი თოვლი გაქრება ეგ. თუ რამე მოხდა. ხო და მე მაგას მეგობრობას არ ვეძახი. და როგორ დავიცვათ იწყება ოჯახიდან. ანუ შენ თუ შენ ოჯახში გაბულინგებენ, ვინ დაგიცავს? ან რა აზრი აქვს დაცვას თუ ანუ ვერასდროს ვერ მოგაყენებს ვიღაცა შენ ისეთ ტკივილს გარეთ, როგორცაც მოგაყენებს სახლში. ანუ აი შენ შვილს რო შენ დააბულინგებ, ისე ვინ შეძლებს, ანუ ვინ ატკენს, იმიტომ რომ შენ უყვარ ხარ, ხო? ანუ არ არსებობს ეგეთი რაღაცა. ამიტომ პირველ რიგში არის სიყვარული, მიიღება საკუთარ შვილის ოჯახში და მასში მისთვის სარკის მიგანა, რომ შენ ეს ხარ.
შენ ეს არ აქვს მნიშვნელობა პეტრე, პავლე, ივანე 100,000 ადამიანი რო დაადგეს, მილიონი, რაც ამ ქვეყანად ადამიანები ყველა რო დაადგეს და ყველამ რო დაგიწყოს კიცება, რომ შენ ხარ სპილო, შენ ხარ დინოზავრი, შენ ხარ გიჟი, შენ ხარ არანორმალური ასეთი ისეთი, შენ ხო იცი შენ ვინ ხარ? მორჩა, შენ ხო იცი შენ ვინ ხარ? მორჩა. ეს საკმარისია. ანუ უნდა იცოდეს ადამიანმა ვინ არის თვითონ. და უნდა შეეწოს საკუთარ თავთან დროის გატარება, კარგად. და ეს მოდის იქიდან უნდა იცოდეს შენი თავი. შენი თავი თუ არ იცი, შენ თავთან დროს ვერ გაატარებ. და ბულერთან. როცა ეს ხდება რაღაც გარემოში, სადაც ფიზიკურად ხედავთ ერთმანეთს, არ უნდა გაჩუმდე. არ უნდა დანებდე. უნდა იბრძოლო. პასუხი უნდა დაუბრუნო. უნდა იცოდეს, რომ შენთან არ გაუვა. ყველა პასუხი უნდა დაუბრუნო, რომელიც შეიძლება. იქნება ეს ფიზიკური, იქნება ეს, რა ვიცი, ყველანაირი აბსოლუტურად. ანუ იქნება ეს მასწავლებლისთვის თქმა, მშობლისთვის თქმა, სოციალურ ქსელში თქმა, ვიდეოს გადაღება, ლაივის ჩართვა, ყველაფერი, ცემა, რაც შეგიძლია. ნუ ერთადერთი ის, რომ ესეთი ზიანი არ მიაყენო გამოუსწორებელი ადამიანს და შენ პასუხი არ იყოს ისეთი, ასე ვთქვათ, უფრო დიდი სასჯელი, ვიდრე ვის იქცევა იყო. ანუ უნდა შეესაბამებოდეს, ძნელია ამის დატოლება, მით უმეტეს, როცა თუ დიდხანს გამწარებდნენ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოითმინო, იმიტომ რომ როცა გროვდება, მე შეიძლება ვეღარ გააკონტროლო ეგ. არ მოითმინო, არაფრის დიდებით არ მოითმინო. თუ უბრალოდ გაგრიყეს და ცალკე ხარ, ოკეი, იყავი ცალკე. სანამ გიწევს, რომ იმ გარემოში იყო, თუ ვერ მიდიხარ, იყავი, არა პრობლემა. არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის არიან ცალკე. მე მაგალითად ძალიან მიყვარს ჩემს შვილებთან ყოფნა, ძალიან მიყვარს ჩემს გამორჩეულ ადამიანებთან ყოფნა, მაგრამ ყველაზე ძალიან მიყვარს ჩემ თავთან ყოფნა. ანუ ჩემთვის მაგალითად ყველაზე კარგი კამპანია მე ვარ. ადამიანი, ვისაც ბოლომდე 100%-ით ესმის ჩემი, მე ვარ. ანუ მე მაგალითად ის შემოვწავალ უბრალოდ ყავის დასალევად ჩემ თავთან. უბრალოდ ნებისმიერ ადგილას ჩემ თავთან. ანუ იმიტომ რომ ჩემ თავთან ძალიან კარგად ვარ. ყველაზე კარგად ვარ. და ეს რატომ მიყვარს თქვენთან ყოფნა, თქვენთან საუბარი. აქ მე ვარ და თქვენ გიზიარებთ იმას, მე ვინ ვარ. მე როგორი ვარ, ჩემ ხედვას. ანუ მე აქ თავს არ ვიმართლებ, მე არ ხსნი რაღაცებს. მე უბრალოდ ჩემს, ანუ აი გავაღე და ჩემი სული გაჩვენეთ. მე დავხურე, ხო? ანუ ეს მშვენიერია. ეს ჩემი სულის ნაწილია და მიყვარს. და ანუ არ უნდა გაჩერდე. სულ უნდა განვითარდე. იმიტომ კი არა, ვიღაცას დაუმტკიცო, რომ რა მაგარი იყავი, ან თუნდაც შენ თავს დაუმტკიცო, არა. просто ამ ქვეყნად რომ მოვედით, აი რაც შეგვიძლია, ეს ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. ეგ არის საოცრება. ანუ როცა შენ რეალიზებული ხარ და რეალიზებული ხარ მაშინ, როცა აკეთებ იმას, რისთვისაც დაიბადე. ეს არის საოცრება. ეს არის მოდი ესე ვთქვათ რჩეულთა ხვედრი. როცა შენ დღე სავსეა იმით, რაც შენია. და ეს არ არის მარტო სიამოვნება, სიამოვნებაც არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ანუ თუ რაღაცა ერთი ხდება მთლიანი, ყველაფრის შემავსებელი, მაშინ იღუპები. ნახე, ეს შეიძლება იყოს სამსახური და შეიძლება ძალიან წარმატებული იყო, მაგრამ არ გქონდეს პირადი ცხოვრება, შენი შვილები შენ გარეშე იზრდებოდნენ და ასე შემდეგ, ხო, არ გქონდეს დრო რომ დაისვენო, გქონდეს ფული, მაგრამ არ გქონდეს დრო რომ დატკბე უბრალოდ ცხოვრებით. ან მაგალითად შეიძლება უბრალოდ ამბობ რომ მე ცხოვრებით ტკბები და სხვა არაფერი აღარ იყოს შენ ცხოვრებაში და ეს შენი ცხოვრებით ტკბობა გადავარდეს რაღაცა დამოკიდებულებაში, ხო? შეიძლება მოხდეს. ანუ როცა რაღაცა ერთით ივსება ცხოვრება,
ყოველთვის არის ძალიან დიდი, ანუ ცუდუნება კი არა, ყოველთვის მიდიხარ დამოკიდებულებასთან, ყოველთვის მიდიხარ ვნებებს დამორჩილებულ მდგომარეობამდე, დატყვევებული ხდები, ანუ თავისუფალი აღარ ხარ, თავისუფლებას კარგავ. ანუ როგორც კი რაღაცა ერთს მთელს შენს დროს ენერგიას და ყურადღებას უთმობ, შენ ხდები ტყვე, ანუ თავისუფალი ადამიანი და ხდები ტყვე. და შესაბამისად, რა უნდა გააკეთო? მთელი ცხოვრება შენ სულს უნდა უყურო და შენ თავი განავითარო. ბულერებს რაც შეეხება, ბულერები ერთად არ მიდიან. ის ხალხი, ვინც სკოლაში და ბაღში ბულერები იყვნენ, დასულად საქმეშიც ბულერები არიან. ესენი გადმოინაცვლებენ სამსახურებში, მეზობლები არიან შენი სამსახურში არიან, შენი თანამშრომლები ან შეიძლება უბრალოდ ტრანსპორტში შექმნեն და გაგლანძღონ რაღაცა უაზრობის გამო, ან შეიძლება ინტერნეტში შემოგიცვიდნენ და გაგლანძღონ, ანუ არ აქვს მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ უნდა ისწავლო პასუხის დაბრუნება. მე რატო პასუხობდი ხოლმე, მე ასე უკმეხად და ასე აი როგორ ვთქვა, ძალიან უხეშად და ცუდად აი ამ ბულერ და ბინძურხად. მე მაგათ ვცნობ. მე ძალიან კარგად ვიცი, მაგათი ყველა ნაკვთი ვიცი. მე ყველა აი როგორც უნდა შენიღბოს, ესე იგი პატივისცემის სიტყვებით დამიწეროს, აი ბულერი როა და დაბულინგება რომ უნდა ის ჟონავს, ხვდებით, ის მოდის და მე ამას ვცნობ. შეიძლება იმ ადამიანმა, ვისაც არ ქონია შეხება, ვერ იცნოს და მე ვცნობ. და შეიძლება ვიღაცა მითხრას, აი რა გითხრა ახლა ამან ეგეთი, მაგრამ მე ვიცი რაც მითხრა. მე ვიცი რომ რაც მითხრა სიტყვები მის უკან რა იდგა. რა გულით მითხრა ეგ ვიცი. და იქიდან გამომდინარე რომ მე ვიყავი ეხაც ვარ სხვათა შორის ადამიანი რომელიც აი ბოლომდე ითმეს, ბოლომდე, ანუ არა ვარ კონფლიქტური ადამიანი, მაგრამ თუ მე გადამეკეტა, ვაიმე მე ვარ სრულიად დაუნდობელი. სრულიად დაუნდობელი ადამიანი ვარ თუ მე გადამეკეტა და თან ძალიან სულად დაუნდობელი ვარ. ანუ ისეთი კი არ ვარ რომ წავიდე და რაღაცა გავუკეთო, ან ზურგს უკან რაღაცა გავუკეთო, არა. გეტყვი რომ აი ღმერთო, რასაც იმსახურებს შენი სულით და გულით. აი მე გამანთავისუფლე აქედან. და ის მიეცი მას, რასაც იმსახურებს შენი სამართალი ღმერთო. და მე ვერასოდეს, ვერავიზე ვერ ვიძიებდი შურს. ისე, როგორც ვნახე, რა მოუვიდათ იმათ, ვისაც ეგონათ, რომ მათი სახეები არ ჩანდა. ამიტომ არასდროს არ დადგეთ ღმერთზე წინ, არასდროს არ აღასრულოთ სამართლიანობა თქვენი ხელით. ანუ ელემენტარული სულაც რო არასდროს არ დაისაჯოს ის ადამიანი. შენ იღუპები. როცა შენ იწყებ ღმერთის საქმის კეთებას, შენ იღუპები, ერთი კარგი ადამიანი იღუპება, ქრება, აქ უკვე ბოროტებამ გაიმარჯვა, აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ის ბოროტება და იღუპება თუ არა, იმიტომ რომ თუ ის გადარჩა, უკვე ორი ბოროტება იქნება, ერთი შენ იქნები და მეორე ის. ანუ შენ ბოროტებად არ უნდა იქცე, შენ არ უნდა გაგაბოროტოს. შენ ბოროტებად არ უნდა გაქციოს ბოროტებამ. შენ ბულერად არ უნდა გაქციოს ბულერთა ბრბომ. ერთი ეგ არის. და მეორე ის არის, ყოველთვის უნდა დაუბრუნო პასუხი. ყოველთვის უნდა დაუბრუნო პასუხი და ყველაზე კაი პასუხი რა არიცი? აი ეგ ძაღლები რო ყეფავენ, ყეფენ და შენ შენ გზაზე მიდიხარ. და შენ ის ხარ ვინც ხარ. და ერთ დღეს როცა შენ იქ იქნები და შენი ადგილია, ეგ ძაღლები მოვლენ და ფეხებს აგილოკავენ. მე შენი ეს ვიყავი, მე შენი ის ვიყავი, გახსოვს როგორ მიყვარდი და შენ ყველაფერი გახსოვს. გახსოვს როგორ უყვარდი. და მე გაოცებულები არიან ხოლმე, იცი რომ ასევე არიან ძალიან ცუდი რაღაცა არის ეს ადამიანები, ვისაც ყავთ აუდიტორია და არიან ბულერები. მაგრამ ხალხი ყველაფერს ხედავს. ხალხი ყოველთვის ხედავს, რომ ეს ვიღაც არის ბინძური ბულერი. იცის ადამიანება. ანუ ადამიანებს ვერ მოატყუებ. არა, რაღაც დრო შეიძლება მოატყუო, მაგრამ ჯამში ვერ მოატყუებ. ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, ვინ არის. და ღმერთმა ხო? ყოველთვის იცის. და თვითონ ადამიანმაც ძალიან კარგად იცის, როგორც უნდა იტყუებოდეს, ძალიან კარგად იცის ყოველთვის თვითონ ვინ არის. ანუ ბულერისგან თავდაცვა რა არის? თუ სკოლაში ხარ, აუცილებლად პირველი რაც არის, შენთვის ნდობით აღჭურვებ პირს,
შეიძლება მშობელი არ არის ასეთი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის. მოუყვე და გაუზიარო. და მერე ჩაერთონ მასწავლებლები. და მოხდა ამ ყველაფრის გარჩევა და გარკვევა. ნებისმიერ დონეზე და სფეროზე, რომელზეც საჭირო გახდება. არ უნდა გაჩუმდე და არ უნდა შერჩეს. თუ უკვე გაჩუმდი და შერჩათ, მომავალში არ გაჩუმდე და არ შერჩეს. ხო და მე იმას ვამბობდი ჩემ თავზე, რომ იმიტომ პასუხობდი ესე უხეშად ბულერებს, რომ ძალიან დიდხანს ვიყავი ადრე ჩუმად. და მივხვდი, რომ პასუხი უნდა დააბრუნო და როცა ამას მივხვდი, მე ძალიან ისეთი ვარ რესკი ადამიანი. და როცა ამას მივხვდი, თან მე ხო სხვების მაგალითებზე არ ვისწავლი, ანუ მე ხوار დაუკვირვები ვარ ვიღაცას, აბა ამას როგორ ექცევიან და მოდი ახლა მე ამისგან კარგი ვსავიღებ და მე სხვანაირად მოვიქცევი და თავს სხვანაირად გავასაღებ, მე ხო ეს არ მიქნია. ანუ მე ყველაფერი ჩემ თავზე ვისწავლე. ეს ყველაფერი რაც იყო გულწრფელი და ნამდვილი. და ახლა უკვე როცა ეს გზა გავიარე, როცა ჩემი თავი ვარ, როცა აი ეს საბოლოო არ ამ ეტაპისთვის, ამ ასაკისთვის საბოლოო გარდატეხა როცა მოხდა ჩემში, მე გადავწყვიტე, რომ მე ბინძურ ბულერებს ბინძურად აღარ ვუპასუხებ. რატო? იმიტომ რომ არ ღირს. იმიტომ რომ აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ანუ ვუპასუხებ, ჩემს აზრს ვეტყვი. ოღონდ ისე, როგორც მათ ეკადრებათ კი არა, ისე ვპასუხობდი როგორც მათ ეკადრებათ. და ახლა ისე ვუპასუხებ როგორც მე მეკადრება. იქიდან გამომდინარე თუ ვინ ვარ მე და როგორია სული ჩემი. მოსასრულო. შესაბამისად. და ეს ყველაფერი ისევ და ისევ მე არ მისწავლია სხვაზე დაკვირვებით. და სხვაზე დაკვირვებით რომ მესწავლა აუცილებლად ვიტყოდი, რომ სხვაზე დაკვირვებით ვისწავლე, უბრალოდ მე ვიცი ადამიანები, რომლებიც სხვაზე დაკვირვებით სწავლობენ რაღაცებს და ასაღებენ, რომ აი მე ისაც ცუდია და მე რა კარგი ვარ. მაგრამ მანდაც იგივეა, რომ ღმერთმა ხო იცი და შენ ხო იცი. და ვისაც დანახვა შეუძლია იმანაც იცის. მეტი არც არის საჭირო. ხო. მე ვამაყობ იმით, რომ არასოდეს არავის ბულერი არ ყოფილა. არასოდეს არა თუ არავისთვის ურშიდან არ ჩამირწყია, არამედ სურვილიც არ გამჩენია. არასოდეს არავისთვის არ მიღალატია და ასევე სურვილი არ გამჩენია. არავის ამბავი საიდუმლო არასოდეს არავისთვის არ გამინდია. და დაჟე ის ადამიანებიც კი ვინც იმსახურებენ, რომ გამოვაჭენო, ანუ ვუფრთხილდები და არ ვაჭენებ. და მე თუნდაც მარტო ამიტომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემ თავს. ეს ჩემ თავთან არის. ჩემს წინაშე, ჩემი თავის წინაშე. ჩემში რო ღმერთია, ანუ მორალი, რომელიც ღმერთმა ჩემში ჩადო. აი ჩემში რო აღმერთი, აი მაგის წინაშე. და შეგიძლია შენ გამოხვიდე. სხვების წინაშე ილაპარაკო. ისე რომ ვითომ ანუ ერთი ილაპარაკო და მეორე იყოს. და თავი წარმოაჩინო ვიღაცის ფონზე, მაგრამ შენ ხო იცი. ანუ შენ ხო იცი ვინ ხარ, აი შენში რო ღმერთია, იმას ხო შენ კლავ ამ დროს. და აი ის ხომ ზემოდან გიყურებს. და ვინ ხარ ამ დროს? და როგორ შეიძლება ჩემნაირმა უპასუხოს მასეც. და ისე უპასუხოს როგორც ის არის. არა, ჩემნაირმა მასეც უნდა უპასუხოს ისე როგორც თვითონ არის. ანუ როგორ ვუპასუხოთ ბულინგს ბავშვობაში არის სხვა, როგორ ვუპასუხოთ ბულინგს სამსახურში არის სხვა და როგორ ვუპასუხოთ ბულინგს უკვე ანუ როცა ჩვენ ვართ და შეიძლება სოციალურ ქსელში იყოს ან ნებისმიერ ადგილას არის სხვა. მე უბრალოდ ეხლა როცა მოდიან ჩემთან ბინძური ადამიანები, რომელსაც უნდათ სიბინძურე დამიწერონ, ძალიან დიდი სიბინძურე. პირველ ორ სიტყვას რო ვკითხობ, უკვე ვიცი ვინ არის. ეგრევე ბლოკავ. მე აღარ ვკითხულობ მის დაწერილ 10 შეტყობინებას, არაფერი. პირველი ორი სიტყვა დაბლოკილია, მორჩა. ანუ მე მას არ ვუშვებ არ ჩემს გონებაში, არ ჩემს დღეში, არ ჩემს თავში. ანუ მე მას ვაკრობ. და ისეთები კიდევ ვინ სიტყვებს შორის ჟონავენ, მასეთებს ვტოვებ. ისევ, ყველაზე დიდი პასუხი არის იყო ის, ვინც ხარ. ვერაფერმა ვერ გადაგაგდოს შენი გზიდან, იარო შენს გზაზე და იყო მართალი.
დარჩე მანათობლად და ანათო. ადამიანები, რომლებსაც სინათლე არ აქვთ, ყველაზე ძალიან ღიზიანდებიან, ყველაზე ძალიან სულ სინათლეს სხვაში და უნდათ, რომ ეს სინათლე ჩაგიქრონ. არ მისცი ამის უფლება. იყავის ვინც ხარ, ანათე შენ წმინდა ცეცხლს, რომელიც ღმერთმა ანთო შენ სულში გაუფრთხილდი. არ ვიცი რამდენად ამომწურავი იყო, ან საერთოდ ინფორმატიული, მაგრამ მინდოდა რომ ეს მეთქვა. მიყვარხართ და თუ ისეთი ადამიანი ხარ, რომელსაც სხვისთვის ჭრილობის მიყენება გერიდებოდა ყოველთვის და აქეთ გაყენებდნენ ჭრილობებს, იცოდე რომ მარტო არ ხარ და იცოდე რომ მშვენიერი ხარ და იცოდე რომ შენ ღმერთთან ხარ. და ისინი, ვინც ქვას ისვრის, ვინც დანას ქირწყავს, ვინც გულს გტკენს ან ცდილობს რომ მოგიკლას, ისინი სხვაგან არიან. და არ ჩამოხვიდე მათთან. უბრალოდ იყავ ის, ვინც ხარ. იმისთვის, რისთვისაც ღმერთმა შექმნა და მოგიყვანა. რომ იყო ნათელი სხვებისთვისაც. ესე მგონია, რომ ყველაზე დიდი რამე კარი, რომ იყო ნათელი სხვებისთვისაც.